მოსალოდნელი იყო დაკავება თქვენ წინა დღეებშიც გესაუბრებოდით ჩვენ ყველა ლიდერს თითქმის კოალიციის ამისთვის მსაუბრობა გქონდათ, მაგრამ აი ასეთი დაკავების მოლოდინი რამდენად შეიძლებოდა გქონოდათ? ბუნებრივია ეს დაკავებაც კი არა რაღაც გატაცება მოაწყეს ნერვიული მელიასი ოღონდ ძალიან სასაცილო არის ნუ ზოგადად ეხა არაფერი სასაცილო დაჭერაში არ არის მით უმეტეს ოჯახის წევრებისთვის ჩვენთვისაც მეგობრებისთვის ყველასთვის მაგრამ სასაცილო არის ქართული ოცნების მოქმედება რომელიც აი ესე აი ამხელა ძალისხმევით 100 კაცით სადღაც ლისზე დაზდევს გადააყენებენ რა თელ ამბავს ხენ მაშინ როდესაც ადამიანმა თქვა რომ მე გამდენს გინდა დამემუქრეთ რაც გინდათ ისქენით კი ბატონო თქვენ შეგიძლიათ დამაკავოთ მაგრამ თქვენ მე ვერ მაიძულებთ რომ თქვენი სისტემა ვაღიარო და ვერ მაიძულებთ რომ კომისია ვაღიარო და რაღაც ყალბი პროცესები ვაღიარო წნარად აპირებდა რომ გაყოლოდა პოლიციას აქ ერთი გაკვეთილია ძალიან მნიშვნელოვანი რომ როგორც კი სისტემა შენუჩენ თავსატებს როგორც კი შენ სისტემა ეწინააღმდეგები და შენი დღის წესრიგით მიდიხარ ის უშვებს შეცდომებს აი ასეთ მოქმედებებზე გადადის ახლა ნიკასთვის არაფერი არსებითად არ შეცვლილა ხვალ ზუსტად იცოდა რომ დააკავებდნენ ზუსტად ასე იყო ზურასთვისაც მაშინ ზურას დაჭერის დროს ესე იგი მთელი სასამართლოს ეზო გადაკეტეს გადაავსეს მთელი საქართველოს კრიმპოლი პატრული უბედურება დაატრიალეს ესე იგი ვითომ ვინმე ხარ რა უნდა გექნა ხო ჩვეულებრივად ხალხი იყო მისული წყოლს არ უშვებდნენ ანუ ნევროზულობას ასხივებენ როგორც ჩანს ხვალმათ არ უნდათ ოფისში ანუ ეს ხალხის რეაქცია რა თქმა უნდა იქნებოდა ჩვენ წინასწარ ვიყავით შეთანხმებული რომ არაფერი უბრალოდ იქ ვიქნებოდით ოფისში ხვალ და მე მოვიდოდნენ და გაყვებოდა ნიკა მაგრამ ნევროზულობას ასხივებენ იმიტომ რომ არ სიამოვნებთ ხალხის ფონზე ამ ყველაფრის გაკეთება ასე უნდა მოვიქცეთ დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ოპოზიცია არ აპირებს არანაირი ციხის მუქარის თუ რაღაც შანტაჟის ქვეშ პრინციპული პოზიციის დათმობას არ აპირებს არც კომისიის აღიარებას და არც ერთი ტიპის სხვა თანამშრომლობას ამ რეჟიმთან და ეს საბოლოო ჯამში ასუსტებს რეჟიმს და ჩვენ ამ სისუსტის ნიშნებს ნამდვილად ხედავთ ესე უნდა გავაგრძელოთ და მე ყველა პოლიტპატიმრის პრობლემა მოგვარდება აქ დღეს ჩვენ უკვე ყავს უამრავი პოლიტპატიმარი დაჭერები არის ჩვეულებრივი ნორმა დაჭერებს არ ზღუდავს არც მორალი არც წესი არც კანონი არც კონსტიტუცია არაფერი არც პოლიტიკა არც ინსტიტუტი არაფერი არ არის ამის შემზღუდველი ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია ვქნათ ამ ტიპის რეჟიმს გაუკეთოს სიურპრიზები, მოულოდნელობები არ დაემორჩილო და იმან გძდიოს მერე და რა ვიცი, ახ კიდე ერთი კარგი საფუძველი არის მათი დასჯისთვის, იმიტომ რომ სრულიად უკანონოც დააკავეს, წაიყვანეს, გაუგება, ყველა მიხვდა რა გააკეთეს, მათ შორის მიხვდებიან რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორებიც და ამაზეც გადაიხდიან ფასს.